ბატონყმობის წინააღმდეგ, ვიბრძვით თავისუფლებისთვის. აი ეგ არის თავისუფლება არ არის რაღაცა ისეთი ცნება, რომელიც არის აბსტრაქტული, გესმით? ანუ იმის თქმა მინდა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ზუსტად იმას ნიშნავს, ეს ბატონყმობა არ იყოს. ანუ ვიღაც ბიძინა არ გმართავდეს, გაუნათლებელი იდიოტი ტიპი, რომელსაც ფული იშოვა რუსეთში, ეს არ უნდა გმართავდეს მთელ საქართველოს, სადაც ძალიან ბევრი განათლებული კარგი ადამიანი ცხოვრობს, ხომ გესმით? და ვიღაცები ან ბატონყმობის ქვეშ ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, იმიტომ რომ საჭმლის ფულს გადაუგდებენ, იქ რაღაც საზღვარგარეთ გაუშვებენ, ამღერებენ სადღაც ევროვიზიაზე, ხო გესმით? ანუ ვიღაცები არიან იმდენად დამონებულები, რომ ეს ფული, ეს ოდნავი რაღაც პრივილეგია გონიათ, რომ ყველაფერია და ამასობაში არის არაფერი. ანუ ერთხელ ადამიანი, როდესაც ცხოვრობს, ის ადამიანი თუ თავს დახრეს და იტყვის, რომ მე მონა უნდა ვიყო და მონად უნდა მოვკვდე, აი ამაზე დიდი უბედურება არაფერი არ არის რა. და ჩვენ ვიღაცები რომ დაგვწინიან, ხო? აქედან მხარეს ვართ ის ადამიანები, რომლებიც არასდროს არავის არ დავემონებით და თავისუფლება არის ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ გნებათ ჩვენი რაღაცა ჩვენ წინაპრების ტექსტებს გადახედეთ, ჩვენს პროზას გადახედეთ, პოეზიას გადახედეთ, ეს არის რაღაც ის იდენტობა, რაც ჩვენ გვაქვს. ამის წყალობით გადავრჩით ჩვენ, ამის წყალობით მოვედით აქამდე, რომ ჩვენ თავისუფლებისთვის მებრძოლიერი ვიყავით რა. და ეს თუ დავივიწყეთ მაშინ საქართველოს ქართველობას დამთავრდება და დავივიწყებთ ქართველობასაც და ვიქნებით ზუსტად ის კადიროვის ჩეჩნეთი, სადაც ვიღაცა მანქანას გადაუგდებს, იმას გადაუგდებს და ანუ ბედნიერი იქნებიან, გაუნათლებელი დებილების საზოგადოება იქნება, ხო? საზოგადოებასაც უდავარქმევთ და სანამდროა გაახილეთ თვალები და იბრძოლეთ თავისუფლებისთვის, იბრძოლეთ და გვერდში დაუდექით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ყველაფერი აქვთ გადადებული, საკუთარი თავი, ყველაფერი აქვთ გადადებული იმისთვის, რომ საქართველო იმ წუმპიდან ამოიყვანონ, სადაც ახლა იმყოფება.